მოგესალმებით. ამინდმა ჩაისვარა, არა უშავს. მაგრამ მინდა პატარა ტესტი გავაკეთო. ჩავიდე დასავლეთში ვნახო, რამდენს დაწევს აღნიშნული მანქანა. ეს არის 3-დან მინიატურის თავი, 425 და ახლა რა გამოვა, ახლა საწოლს გავავსებ და დავინიშნავ გამომებას და ფოტო. ვაპირებ შევიარო ზესტაფონში, მე ავიდე თერჯოლაში, მე შეიძლება ავიდე რაჭაში, რაჭიდან ჩავიდე შეიძლება ზღვაზე, ვნახოთ თუ ამინდები იქნა, მაგრამ რა ვიხარ წვიმს თოვს. უკვე არა დავამსოლი. 5 ივლისია. ვნახოთ რა გამოვა. არ ჩერდება არაო. საწოლი გავსებულია, ეხლა დავარესტებ. ვნახოთ რა გამოგვივა კონსეფშენი. წუთი პატიოსანის სიარულის შემდეგ ესეთი შედეგები გვაქვს, ესე იგი 7.5 წვარი, 22 წუთი მოვდივარ, 31 კილომეტრი მაქვს გავლილი და საშუალო სიჩქარე მაქვს 85.1. ნახოთ მე რა იქნება. პატიოსნად მივდივარ. ჩემთვის. ესე იგი გავიდა 40 წუთი, გავლილი არის 64 კილომეტრი. 7.3 არის საშუალო წვა და საშუალო სიჩქარე 97 და 1. და ფაქტიურად მოვედით გორში. ამინდი აქეთ ცოტა უკეთესია, მაგრამ მაინც ცოტა სტიტოს. ნიშნული მივიდა 1 საათთან. გავლილი მაქვს 99 კილომეტრი, საშუალო წვა მაქვს 7 ლიტრა. უნდა გამოვიდეთ 7-დან და საშუალო სიჩქარე არის 101 კილომეტრი. შემდეგი ამოცანა არის, რომ ვეცადოთ, აი ამას მეც გავასწრებ, მაგრამ ნახეთ რა კაი რაღაცა მოყვება გვერდზე. რა დააჭირა ბიჭო. კაი რაღაცა არის. დაუბრუნდეთ ისე ჩვენს ეკონომ რეჟიმს. აფკატკაზე რო არ ვიყო, პროსტა გავყვებოდი და გადავიღებდი გვერდიდან კადრებს, მაგრამ ჯერ მაქვს 400 კილომეტრი გავლილი და გასავლელი მაქვს 1000. აი მაგის მერე უკვე შეიძლება ცოტა ჩაჭერაზე და წამაიმუნებაც. და მერე ასევე დრაგსაც გამოვართვევ მეგობრებს და გავტესტოთ რა შედეგს დადებს. ზეანდენმა ცუღლუდმა თავისი მაინც გამოიყო და 7 და 2-ზე ვარ დასულები. და ამ წამს შეიცვალა 7 და 3-ზე. გასული არის საათი და 20 წუთი. ეხლა შევდივართ ძველ პერევალზე, ასე ვთქვათ, ძველ ტუნელში და მე როგორც ვიცი, აქ ახალი გზა არის კიდე დამატებული. საშუალო სიჩქარე 98, გავლილი მანძილი 129. ეხლა შევდივართ შიგნით. დასავლეთის ვაიბი რო გამოდიხარ და სილამაზე შეხვდები. და ეს არის უკვე ახალი გზა, რომელიც ახლახანს გაიხსნა. ადრე ქვემოთ უგიწევდა სიარული, ახლა უკვე აქ დავდივართ. ცოტა ფეხის დაჭერაც შემოწმია. ეხა ის
ისე შევიწროვდება, მაგრამ ფაქტია, რომ აქსიარული ბევრად კაია, ვიდრე იქ, რაც ადრე. ზაფხული ძალიან მაგარია, შვებულება მაგაღებული ერთი კვირით მეტი ამცანია და რასაც შევძლებთ გადავიღებთ და გაჩვენებთ. ძალიან მაგარ ადგილას 9 ჯვარზეც ვაპირებ ასვლას, კაი ხანი ამყოფი ვარ. ნახოთ იქიდან კაჭებსაც შევხვდებით. საათი 9:30-ია გასული და როგორც იქნა 7-დან გამოვედი 6 და 9. გასული ვარ 151 კილომეტრ, საშუალო სიჩქარე 96 მეტრი. საათი და 45, 164 კილომეტრი, საშუალო წვა 6 და 5. ამოცანა რისი პასუხიც მაინტერესებდა, მიღებულია 6 და 5 დავაჭერინე. ჩამოვედი ზესტაფონში, ხა აქ უკვე აზრი აღარ აქვს, ქალაქში მოვიგოდიალო და ტრასის წვა აღარ იქნება, მაგრამ რეალურად მე მომცემს უკვე შერეულმიწვის ციფრს. ამ დროისათვის საათი და 51 წუთი, 172 კილომეტრია გავლილი, საშუალო სიჩქარე 95, წვა 6.5. აი ამ წამს შემოვედი ტრაფალეთის ზესტაფონში. შემოგიერთებით მე კარგი ადგილებიდან. შემოვედით ერჯოლაში და გავწდი უკვე რეალურად ერჯოლას და ჩემი წერტილი, სადაც ახლა დღეს დავრჩები, არის აი წინ რომ თაჩან ზუსტად იმ მთაზე უნდა ავიდე, აი იქ ეკლესიას არ ვიცი დაინახავთ თუ არა. მივეცდები, აი იქ ზემოთ მთაზე არის ეკლესია და ნახოთ თუ ხვალ კაი ამინდი იქნება, შეიძლება ავიდე კიდევაც და გაჩვენოთ როგორი ხედები არის ზემოთ ეკლესიაში. ეხლა კიდე მივემგზავრები დეიდა ჩემთან ამ წუთას, ავალ იქ, დღეს იქ დავრჩები, ნახოთ ბავშვები ძოლშვილი იქ არიან და შემოგიერთებით იქიდან. აი იმ მთაზე უნდა ავიდეთ ეხლა ჩვენ. ხო და ერთადერთი სოფელია მე მგონი დარჩენილი, სადაც გზა არ არის ბოლომდე მიყვანილი და თუ ვინმე ისეც გააქვთ საშუალება ძალა რომ გააგებინოთ ეს საჭირო ინსტანციამდე, იქნება დამეხმაროთ. რომ ამ მანქანით თავისუფლად შევძლე. ხა იმაზე მეტი დრო უნდა დავხარჯო ზესტაფონიდან თერჯოლამდე რაც დამჭირდა, ვიდრე გადასახვევიდან დეიდა ჩემის სახლამდე რომ მივიდე, ასე რომ რაღაცა მიშველეთ გთხოვთ. მოვუახლოვდით დეიდა ჩემის გადასახვევს და ეხლა გავადავებთ გზაზე რა, აი გზა გადასახვევი ეს მგონია რომ ეს ასფალტი იქნება სულ და მუდამ და როგორც კი გახვა ალბათ 25 მეტრს აქ თავდება ჩემი კედლიერება და იწყება ნემისია, მაგრამ აი მერე გაჩვენებთ სახსაც დეიდებს ნებართვით ალბათ მედი გვაქვს და დაგასწრებთ ეს. გავიდა 5 დღე, მივდივარ თბილისში, უკან ბრუნდები. გავლილი მაქვს 678 კილომეტრი, საშუალო წვა ავიდა 10 და 4-ზე და ეხლა აქედან მექნება გასავლელი 200 კილომეტრი. აქედან რო გავილი 200 კილომეტრს, ნახოთ რამდენზე შევძლებ რომ ჩამოვწიო წვა. მოკლედ ეს 10 და 4 მივიღე იმის შედეგად რომ
ვიყავი ჩასული თერჯოლიდან სამტრედიაში ერთხელ, თერჯოლიდან ორჯერ ვიყავი რაჭაში ამბროლაურს იქით ასული ბასეინზე და ეგ არის რა. ორი დღე ისე დავბოდიალობდი აქედან პატარა სოფელში ჩავდიოდი, ამოვდიოდი, მაგრამ ნუ იქ არაფერი არ ითვლება. ეხლა დავადებ თავს, მივდივარ თბილისში. თუ მოგეწონებათ ვიდეო გამოიწერეთ, გაუზიარეთ მეგობრებს, კომენტარებში დამიწერეთ, დეიდაჩემა არ გადამაღებინა თავისი სოფელი, თლად კაი დაალაგებული არ არისო, არ მეცალაო, მეო ისავ. გადმოვიარეთ პერევალი, უკვე აღმოსავლეთ საქართველოში ვარ, საშუალო წვა გვაქვს 10 და 1 და უკან ამჯერადაც ერთი საინტერესო მანქანა მოყვება, ზუსტად იგივე მოდელი, ანაც შავი ფერი. ნახოთ თუ დაგვეწევა. თუ არა, დაგვეწევა ყველა ვარიანტში. თავი როგორ ივლის. მოდი. ჩაგიდებ მერე ვიდეოს. და აბა. აი, თოთას დარვა, მოთქარიანი. შეზღუდო დაღანებდა მაგითო აგდებს მაგას მაგრამ გადავინტაკეთ გადავალთ ლამაზ კადრები არა კაი ვიდეო აქ რა მაგას გამოჩნდა ჯვრის მონასტერი, რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისს ვახლოვდებით, ჩვენი მოგზაურობაც მიდის დასასრულისკენ და შედეგები ვნახოთ. 870 კილომეტრი გავიარე. საშუალო წვა გამოვიდა 9 და 7. საშუალო სიჩქარე რაჭამ დააგდო და გამოვიდა 46 და მანქანაში გატარებული დრო არის 17 საათი და 8 წუთი. ამით ჩვენი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. აბა დროებით.